რუსთავში ჭალის ტყის განვითარება მიმდინარეობს. 60,000 ნერგი ტურისტულ რეკრეაციული სივრცეები, მყარი ნარჩენებისგან წყლის დამცავი ბარიერები, ფოტოხაფანგები. ეს ყველაფერი 320 ჰექტარ ტერიტორიაზე. რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება. ეს პირველი პროექტია, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებით ხორციელდება. რუსთავის მერია ამ პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. 10,000 ძირი ენდემური ხე-მცენარე, ჭალის მუხა, ფშატი და თელა უკვე შეძენილია. დაწყებულია ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოებიც, ტყის განაშენიანების პროცესი კი გაზაფხულიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტში აქტიურად არის ჩართული მოსახლეობაც, ადგილობრივი და არა მხოლოდ. პროექტის შესახებ კი ახლა ვაგრძელებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად საუბარს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და რუსთავის მერიის რეფორმებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრის თანამშრომელი პროექტის რეფორესტი ხელმძღვანელი ნინო ბარბაკიძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენთან. მადლობა თქვენ, რომ გაქვს საშუალება ჩვენთვის ყველაზე ძვირფას პროექტზე ვისაუბროთ. ძვირფას და ვიტყოდი რომ მნიშვნელოვან პროექტზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში ქალბატონო ნინო თქვენთან მექნება კითხვა, რომ მოგვიყვეთ ამ პროექტის შესახებ, როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა ამ პროექტის განხორციელების და არ არის მარტივი საქმე, ვიტყოდი ამასაც. მადლობა კიდევ ერთხელ, მართლაც მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით და გრძელვადიანი პროექტია ისეთი, რომელიც შვილებს და შვილიშვილებს დარჩებათ და ბევრ ამას ვაკეთებთ ქალაქში, მაგრამ ეს ყველაზე მეტად გვეძვირფასება, ვიცით, დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, პირველი იყო საკანონმდებლო ცვლილება, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ, იცით, ბევრი საწარმო და ბევრი ქარხანა გვაქვს, საკმაოდ დიდია დაბინძურება ქალაქის და რომ არა ის კანონი, რომ არა შემდეგ საწარმოებთან აქტიური თანამშრომლობა გადაიარაღების კუთხით, რომ არა მუნიციპალიტეტის ჩართულობა ახალი მწვანე სივრცეების გაჩენა დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა, თუმცა რა შედეგიც გვაქვს, ერთი წამით არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რუსთავის ეს ისტორიული გამოწვევა დაძლეულია. ბევრია გასაკეთებელი და ამ პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პროექტად მიგვაჩნია სწორედ რუსთავის შუაგულში ძველ და ახალ რუსთავს აერთიანებს 320 ჰექტარი, რომელიც 90-იანებში იმაში, როდესაც წყალი, დენი, გაზი არ გვქონდა, ჩვენ მოსახლეობამ ყველამ ერთად გავჩეხეთ და გავანადგურეთ და დღეს რუსთაველებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერით, სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, რომ ისეთ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც დარჩება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. 2 წელი მუშაობდით სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად დოკუმენტზე, რომელიც გვანახებს უკვე მდგრადად როგორ შეიძლება ამ ტერიტორიის აღდგენა, რომელიც იქნება ფილტვები ჩვენი ქალაქისთვის და არა მარტო რუსთავისთვის. ეკოლოგიური უფრო მეტი პოტენციალი აქვს თბილისის და რუსთავის აგლომერაციაში ამ ტერიტორიას, არის ქრწანისის პარკის ბუნებრივი გაგრძელება და ვფიქრობთ, რომ არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც ჭალის ტყის აღდგენის უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს. ნამდვილად, რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად აი რუსთავის ჭალების პროექტი ეკოსისტემის და რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის? ზოგადად კიდევ რა არის, რა პროექტია ასეთი, რომ ესეთი გენიალური ამბავი შეიძლება რომ მოყვეს ამ ყველაფერს. და ასევე საპარლამენტო მხარდაჭერა, რატომ ქონდა ესეც რომ გითხრათ ქალბატონ მაია? ნამდვილად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგვიწვიეთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საუბრობთ ისეთ პროექტზე, რომელზედაც მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ, ესე საჯაროდ და ღიად არ გვისაუბრია და მაშინ როდესაც სპეკულაციები მიმდინარეობს აი თბილისსა და რუსთავს შორის რაღაც ჭალის ტყეების გაჩეხვასთან დაკავშირებით იგლჰილსის პროექტს გულისხმობ. ასე ვთქვათ, საზოგადოებას ძალიან ნათლად უნდა ავუხსნათ, თუ რა ხელა მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება რუსთავის მერიის მხრიდან, ასე ვთქვათ, ხელისუფლების დახმარებით, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, იმისთვის, რომ რეალურად აღდგეს ჭალის ტყე, ის ტყე, რომელიც თბილისსა და რუსთავს შორის, ასე ვთქვათ, ბუნებრივ ეკოლოგიურ კავშირს ამყარებს და ნინომ სწორედ აღნიშნა, ეს ამ ორი ქალაქის აგლომერაციის კონტექსტის გათვალისწინებით ნამდვილად უნიკალური
უნიკალური პროექტია. პირველი იმიტომ, რომ ეს არის პრაქტიკულად პირველი გამწვანების პროექტი, რომელიც გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის ფონდიდან ფინანსდება. ეს ფონდი ჩვენ რამოდენიმე წლის წინ შევქმენით კანონის, ასე ვთქვათ, ახალი დებულების მიხედვით და მომავალში იმედი გვაქვს, რომ ამ ფონდიდან მათ შორის კიდე დამატებითი თანხები მიემართება რუსთავისკენ და როდესაც, ასე ვთქვათ, ჩვენი ოპონენტები საუბრობენ და სრულ ინფორმაციას ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც ფილტვები დაიკარგება და რაღაც ეკოლოგიური სწორასწორობა დაირღვევა Eagle Hills-ის პროექტიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი და მიზანმიმართულად სრულ ინფორმაცია და თუ ჩვენ ბოლო წლებში ხა ამას არ უნდა ამის მოყოლა, ყველამ კარგად ვიცით, როგორია დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართ. ხა დედაქალაქი ამის ნათელი მაგალითია, ხა მე და ნინო ორივე იქიდან მოვდივართ, ასე ვთქვათ, თბილისის მმართველობიდან და ის რა რესურსით დედაქალაქში ჩაიდოა გამწვანების კუთხით, რამდენი ახალი რეკრეაციული ტერიტორია, ახალი პარკი შეიქმნა ძველების რეაბილიტაციაზე და ქუჩის ხეების შემატებაზე არაფერს არ ვამბობ. ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის პროექტი, რომელიც ახლა რუსთავში ხორციელდება და ერთი მინდა კიდე მოსახლეობას შევახსენო, რომ მათ შორის ჩვენი ხელისუფლების დროს სამშენებლო ნებართვის, მათ შორის გერგეს დამტკიცების სავალდებულო კომპონენტად იქცა გამწვანების პროექტი. იმიტომ არის, ასე ვთქვათ, მათ შორის ესეთი მაღალი მოთხოვნები თვითონ სამშენებლო დედაქალაქში არა, თავიდან იყო დედაქალაქში 2019 წელს და რამოდენიმე წლის წინ პარლამენტმა გაავრცელა აღნიშნული ვალდებულება მთელ საქართველოზე. ამის უკვე კარგი მაგალითები მათ შორის რუსთავშიც გვაქვს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში და მათ შორის Eagle Hills თვითონაც დიდი გეგმებია გამწვანებასთან მიმართებით, მაგრამ სახელმწიფოს მოთხოვნა ამ კუთხით ერთნიშნულად კანონმდებლობით არის დადგენილი და რეალურად ის, რომ რუსთავში ჭალის ტყეების აღდგენა და მე ნინოს პირადად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მისი, აი ესე ვთქვათ, პირადი ძალისხმევის ძალიან დიდი შედეგია ის, რომ ამ ფონდიდან პირველი თანხები სწორედ გამწვანების კუთხით ჭალის ტყეების აღდგენას მიემართება, თუმცა ჩვენ კიდე ბევრი სხვა თანხა დაგვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ის შედეგი მივიღოთ, რაც რეალურად საჭიროა. ვიდრე ნინოსთან გადავინაცვლებთ და ვკითხავთ მოქალაქეების ჩართულობაზე ამ პროექტში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ქაბოტონინო, ისე ვთქვა, მინდა დაგიბრუნდეთ და კითხოთ, ახლა რა ეტაპზე არის ეს პროექტი, როგორც ჩვენ შესავალში აღვნიშნეთ, გარკვეული რაოდენობის სცენარები უკვე შესყიდული არის და რომ გითხრათ, ახლა რა პროცესი მიმდინარეობს და ვადებზეც საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ. ნამდვილად სწორია დავამატებ იმას, რომ ჩვენ მართლაც რამდენიმე წელია პრემიერის ჩართულობით და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით მუშაობთ ამ პროექტზე, მუშაობთ იმ დოკუმენტზე, რომელიც ზუსტ ხედვას გვაძლევს, როგორ უნდა განვითარდეს ჭალის ტყეები, მოვიძიეთ თანხები სწორედ იმ ფონდიდან, რომელიც აი ზიანის მიყენების შემდეგ აკუმულირდება ეს თანხები და დღეს გვაქვს უკვე ძალიან საინტერესო და პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ნერგები შევიძინეთ, როდესაც შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ, რომ მდგრადად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება და ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავაერთიანოთ მთელი ქალაქი ამ პროექტის გარშემო და მართლაც სამწუხაროა, მათ შორის რუსთაველი ადამიანები, როდესაც რაღაცა ოპოზიციურ ნაწილში საუბრობენ, რომ თითქოს კრწანისის ტყე-პარკის აი ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საუბრობენ იმ პროექტზე და არ საუბრობენ და საუბრობენ სიცრუეს და არ საუბრობენ 320 ჰექტარი ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი არეალის გამწვანების და აღდგენის პროცესზე, სადაც მართლა დიდი ენერგია და დიდი მონდომება ჩავდეთ ყველამ ერთად, რომ რუსთავს დღეს ეს შესაძლებლობა ქონოდა და ვერც წარმოვიდგენდით წლების უკან. ახლა გვაქვს პროცესი, რომ გავაერთიანოთ ქალაქი. განსაკუთრებით ახალგაზრდები, შეიძლება დღეს ყველა ვერ ხვდება ამას, მაგრამ წლები გავა და შვილებს და შვილიშვილებს მოუყვებიან და ანახებენ, რომ ეს ხე ჩემი დარგვა. ჩვენ ამას მარტივად ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ალბათ ასაკში კიდევ უფრო სხვა ემოცია იქნება, რომ ქალაქს ყველაზე ძვირფას ჩვენს მერე ალბათ გზებსაც დააგებენ, სახურავებსაც გადახურავენ, პროექტებსაც განახორციელებენ, მაგრამ ახლა რუსთაველებს და არა მარტო რუსთაველებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავერთიანოთ ამ პროექტის გარშემო, მივიღოთ მონაწილეობა და ყველაზე ძვირფასი დაუტოვოთ ჩვენს. რასაც თქვენ ამბობთ, ახლა ეს არის მართლაც საოცრება და თქვენ ამბობთ, რომ ქალაქის გაერთიანება მოხდებაო. ეს არის პროექტი, რომელსაც ქვია Reforest, ხო, ესე? რა ამ პროექტის შესახებაც რომ თქვათ, როგორ დაიბადა იდეა და საერთოდ როგორ
ხორციელდება ეს პროექტი. და მოხალისეების ჩართული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ან თითოეული ადამიანი ცნობს ამ პასუხისმგებლობას, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ხო, თბილისში რამდენიმე ხემა აქ დარგული, გავლილი ხოლმე უყურებ და ბედნიერია. ეგეც ბედნიერი გვინდა რომ ჩვენც იბერეში ნიკას დაბატიჟებს რუსთავში, დაბატიჟებს რუსთავში. აუცილებლად ჩვენს დაგვარგვევინეთ 1-2 ხე. მირა მოკლედ. დიდი მადლობა მოგესალმებით. მართლაც იმდენად დიდი მნიშვნელობისაა რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორია რუსთავის სამომავლო ეკოლოგიური განვითარებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც დიდი იყოს ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ამ პროექტის ფარგლებში მოქალაქეების ჩართვის მიზნით დავიწყეთ კამპანია რეფორესტი, რეფორმისა და ტყის გაერთიანება და სლოგანად დავარჩიეთ გაგრძელე ჭალის ტყის ისტორია, იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენეთ, ჭალის ტყეს აქვს უდიდესი ისტორია, რომელიც იმ კრიზისული მდგომარეობის შემდეგ სამწუხაროდ შეწყდა და ჩვენი მთავარი მიზანია ისტორიად, რომ მივაღწიოთ იმ სამომავლო მიზანს, რომ ისევ აღდგეს ჭალის ტყის ეკოსისტემა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ამ შემოდგომის სეზონის პერიოდში დავიწყეთ პატარა მასტერკლასები და ვორქშოპები. გამოვაცხადეთ სარეგისტრაციო ფორმა ჩვენს Facebook ოფიციალურ გვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა შემოგვერთდეს, ეს ფორმა ახლაც გახსნილია და სპეციალისტებთან ერთად დაერგა 300 ძირი ხელმძღვანელი, რამაც მისცა გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა ჭალის ტყის ეკოსისტემის სპეციფიურობისა და მისი აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯების შესახებ, რომ გაეგოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩართულები იყვნენ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები, რამაც ძალიან გაგვახარდა, უფრო დიდი мотиваცია მოგვცა და თვითონაც ყოველთვის გვეხმიანებიან და კონტაქტზე ვართ და ელოდებიან შემდეგ დარგვების პროცესს. შემდეგი დარგვები უკვე იქნება გაზაფხულის პერიოდში, უფრო მასშტაბური, ეს პირველი ნაბიჯები იყო, რომ უფრო მეტად გარკვეულიყვნენ და ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც უკვე ვახსენე, აქვს შესაძლებლობა ჩვენ Facebook გვერდზე შეამოწმონ სარეგისტრაციო ლინკი, დარეგისტრირდნენ და ნებისმიერი აქტივობის დროს აუცილებლად დაუკავშირდებით. ნიკა, შენთვის იყო ეს ინფორმაცია? ხო, ქალბატონო ნინო, პროექტის დასრულების შემდეგ როგორი იქნება ჭალის ტყე? კი, საინტერესოა საბოლოოდ როგორ წარმოვიდგენიათ, აი თვალებს რომ დავხუჭავთ, აი რას ვხედავთ იქ. მე ვფიქრობ, რომ იმ ისტორიას გავაგრძელებთ, რასაც წყვეტა ქონდა აქამდე, გავაგრძელებთ ისე, რომ ბუნებრივ ლანდშაფტს შევინარჩუნებთ. ეს არ იქნება ტიპიური პარკი, ან რაღაც დაბეტონებული სივრცე, ეს იქნება თითქმის ბუნებრივი არეალი, სადაც წარმომიდგენია ყველაზე მაგარი რამ, რომ ოჯახებით დასვენება, განკვირვა. ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი კარგი მომენტი წარმოსადგენად, როგორ შეიძლება რომ რუსთაველებმა ოჯახებით ძალიან სასიამოვნო დრო გაატარონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ეს არის ანუ და იქნება სპეციალურად ისეთ სივრცეები მოწყობილი, რომელიც ადაპტირებული იქნება საზოგადოებისთვის. ასე ფოტოხაფანგებზეც მინდა ხო, ძალიან საინტერესოა ეს ყოფილი. იმიტომ რომ ადგილი თვითონ ისეთია, რომ გადაფრინველებისთვის არის საუკეთესო სივრცე. კი, აი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ შორის ამ დაფინანსების ნაწილში გვაქვს გათვალისწინებული პირველ ეტაპზე, გულისხმობს მინიმალურ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელი იქნება, მაგალითად ნინი მახსენა ვორქშოპები, ცნობიერების ამაღლებისთვის, იქ ახალგაზრდების ჩაყვანა, საუბარი, სხვადასხვა ტრეინინგები, მათი ჩართულობა, აუცილებლად ეს ყველაფერი იქნება გადამფრენი ჩიტებისთვის. დღეს ცოტა ვერიდებით ხოლმე რუსთავი, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობ, თუმცა ნამდვილად არის და ჩვენ ახლა კამპანიას დავიწყებთ და დარწმუნებული ვარ, აი აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიახლე გვექნება და კიდევ უფრო ცხადად დავინახავთ, რომ რუსთავს აქვს მათ შორის ეს პოტენციალი და არა, მსგავსი ინფრასტრუქტურისთვის გვაქვს ცენტრალური პარკი, რომლის განვითარებასაც ვაპირებთ, ეს იქნება ბუნებრივად აღდგენილი ძალიან კარგი ესეთი ეკოტურიზმის განვითარებისთვის, ახლა გადამფრენ ფრინველებზე კი თუმცა ვერიდებით ხოლმე მესმის, მაგრამ რეალურად უკვე საქართველოს ერთ-ერთი მოწინავეა ასე გადამფრენ ფრინველებზე, ეგრეთ წოდებული bird watching-ის ასე ვთქვათ, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, როგორც აჭარაში, ასე ხო, მათ შორის კოლხეთის დაბლობზე აჭარაშიც არის გარკვეული ლოკაციები, ასე რომ ეს ჭალის ტყეც იძლევა ამის საშუალებას და თუ ჩვენ ასე ვთქვათ, ტიპიურ პარკად ამ ტერიტორიას არ წარმოვიდგენთ, რეალურად უნდა წარმოვიდგინოთ ისე ტერიტორიად, რომელიც ერთი კუთხით მიიზიდავს ადამიანებს სწორედ პიკნიკზე და ვიცით, რომ ეს კულტურა იზრდება ყოველწლიურად და მოთხოვნა მწვანე სივრცეებზე და მეორე, ასე ვთქვათ, ტურიზმის განვითარების ახალი კომპონენტი სწორედ bird watching-დან შეგვიძლია ჩვენ შორს ქალბატონია საუბრის ბოლოს მინდა კითხო
გითხროთ, ალბათ რუსთავი არ იქნება ერთადერთი ქალაქი, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება და თუ მუშაობთ თქვენ და პარლამენტი ამ მიმართულებით, რომ სხვა ქალაქებშიც, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივად იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს. ნუ ზოგადად როგორც უკვე აღნიშნე, გამწვანებისა და ბუნებრივი საფარის აღდგენის და ახლის შექმნის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული და შეიძლება თვალი მიეჩვია მაგალითად დედაქალაქს, მაგრამ დედაქალაქში არის ძალიან რა ვიცი, ასობით ათასი მწვანე ახალი ნარგავი, თან დიდი ზომის ხეები დარგული, რომ არაფერი არ ვთქვათ პარკებზე და მსგავსი, ასე ვთქვათ, გეგმები ჩვენ სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებით, გვაქვს რომ არაფერი არ ვთქვათ გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ წარმოებულ ტყის აღდგენის ღონისძიებებზე და მათ შორის ფიტოსანიტარიის კუთხით განსახორციელებელ და განხორციელებულ მოქმედებებზე, თუმცა ეხლა ქალაქებში ფიტოსანიტარიის თემა მაინც გამოწვევად რჩება და ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში და მათ შორის პარლამენტში ჩვენ ამაზე წელსაც აქტიურად ვისაუბრეთ, რომ გამწვანებისა და ფიტოსანიტარიის კუთხით თვითონ მუნიციპალიტეტში ღონისძიებები უნდა გაძლიერდეს მომდევნო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ის რეალური ღირებულება, რა თვითონ ქალაქში ქონების კაპიტალიზაციას რომ თავი დავანებოთ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კი ბატონო. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ